მარკო რუბიომ ახლახან გამოაქვეყნა ეს მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ კომუნისტური კუბა პასუხისგებელია ექსტრემისტულად მემარცხენე ჯგუფებისა და მოძრაობების შექმნაზე შეერთებულ შტატებში. გიგანტური ნაბიჯია კუბის დიქტატურის საბოლოო დამხობისკენ. და ისინი მოქმედებენ თრულად განწყობილ უცხო სახელმწიფოებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ მათ მისიას. მაგალითად, ერახში მოქმედი ირანული პროქსი ქსელები, რომლებიც სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან მემარცხენე მებრძოლ ჯგუფებს მთელ მსოფლიოში. კუბის რეჟიმის ფართო სადაზვერვო და იდეოლოგიურმა ქსელმა ხელი შეუწყო უკიდურესად მემარცხენე ძალების ჩამოყალიბებას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ნახევარსფეროში. და კვლავაც განუყოფლად არის დაკავშირებული უკიდურესად მემარცხენე ჯგუფებთან და მოძრაობებთან, როგორც დასავლეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ. რევანდელი უკიდურესად მემარცხენე ტერორისტები შეიძლება აგროვებდნენ ფულს ერთ ქვეყანაში. მათ შეუძლიათ თავიანთი საკომუნიკაციო არხები განათავსონ მეორე ქვეყანაში. მათ შეუძლიათ მიიღონ წვრთნა მესამე ქვეყანაში. მათ შეუძლიათ მოიზიდონ მებრძოლები მეოთხე ქვეყანაში და ერთად შეუტიონ სამიზნეს მეხუთე ქვეყანაში. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კუბა 21 საუკუნის კომუნიზმის დედაქალაქი და ადანაშაულებს რეჟიმს თითქმის 7 წლეულის განმავლობაში ჯაშუშობის, პოლიტიკური ინფილტრაციის, პროპაგანდისა და დივერსიის კამპანიის ხელმძღვანელობაში შეერთებულ შტატებში. მარკო რუბიომ წარადგინა დოკუმენტი როგორც საჯარო მხილება იმ საფრთხისა, რომელიც მისი თქმით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო უგულებელყოფილი. ყველაზე სკანდალური ბრალდება ის არის, რომ კუბა არ მოქმედებდა მხოლოდ როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე. დოკუმენტი აცხადებს, რომ ჰავანამ შექმნა საჯარო პროექტი, რომელიც აერთიანებდა სადაზვერვო სამსახურებს, ფასადურ ჯგუფებს, გასვლით პროგრამებს, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, აკადემიურ ცენტრებსა და რადიკალურ მოძრაობებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ კუბელმა აგენტებმა შეაღწიეს ამერიკის მთავრობის წრეებში, მოიზიდეს აქტივისტები და მხარი დაუჭირეს უკიდურესად მემარცხენე მოქმედებებს ამერიკის ტერიტორიაზე. რუბიო ცდილობს ეს ბრალდებები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში გადაიტანოს და არა მხოლოდ როგორც დიპლომატიური დაპირისპირება კომუნისტურ კუნძულთან. ბოლო საათებში ყურადღების ცენტრში მოექცა ეგრეთ წოდებული ეროვნული სწრაფი რეაგირების გეგმა, რომელიც ივნისში გაავრცელა ამერიკულმა კოალიციამ ეროვნული ქსელი კუბაზე, რომელშიც 60-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული. გეგმა ითვალისწინებს კოორდინირებულ ქმედებებს 24 საათის განმავლობაში, თუ აშეტეში კუბას თავს დაესხმება, ან თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საფრთხე უშუალოდ მოსალოდნელად ჩაითვლება. მობილიზაციისთვის მითითებულ ადგილებს შორისაა სამხედრო ბაზები, რეკრუტირების ოფისები, ფედერალური შენობები, სასამართლოები, საიმიგრაციო სააგენტოები და სპორტული არენები მასშტაბური ღონისძიებების დროს. განცხადებული მიზანი იქნება ვაშინგტონის ნებისმიერი ქმედების პოლიტიკურად და მატერიალურად ძვირადღირებულად ქცევა. სხვა შემაშფოთებელი საკითხია მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს 1335 სამხედრო და პოლიციურ ობიექტს განთავსებულს დასავლეთ ნახევარსფეროში. ანგარიში ამ მასალას უკავშირებს Black Alliance for Peace და აცხადებს, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანიზაციის მიერ პროტესტებისა და აქციების გასამართად სტრატეგიულ ადგილებში. კუბა ნამდვილად სრულიად განსხვავებულია. თავარი გაუგებრობა ისაა, რომ კუბას არ მართავს მთავრობა, არამედ სამხედრო ჰოლდინგი სახელად გაესა. გაესა პრაქტიკულად ფლობს ყველაფერს ქვეყანაში. ტურიზმის სექტორი, სამთო-მრეწველობა და ბენზინგასამართი სადგურები, ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. ისინი ქმნიან კუბის MSP-ს დაახლოებით 70%-ს ამ სამხედრო კომპანიის კონტროლის ქვეშ და აკონტროლებენ აქტივებს, რომელთა ღირებულება 14-დან 17 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ამასობაში ხალხი შიმშილობს და ელექტროსისტემას უკვე 10 წელია არ უტარდება ტექნიკური მომსახურება. მაგრამ ეს სამხედრო ჰოლდინგი კვლავ ამ აქტივებს აკონტროლებს. და სხვათა შორის ამ ჰოლდინგის ფულიდან აბსოლუტურად არც ერთი ცენტი არ მიდის სახელმწიფო ხაზინაში. ძირითადი გამოწვევა ისაა, რომ კუბას, რათა არ გახდეს არ შემდგარი სახელმწიფო და საფრთხე ზეზინეუსთვის, სერიოზული რეფორმები სჭირდება. მათ ეკონომიკური რეფორმები სჭირდებათ. და კითხვა ასეთია: შეძლებენ კი რეფორმების გატარებას იმ ადამიანებთან, ვინც ახლა ხელისუფლებაშია? ამერიკის მთავრობის თანამშრომელმა განაცხადა, რომ შიდა უსაფრთხოების და ტერორიზმთან ბრძოლის ორგანოები ამ შემთხვევას სწავლობენ ყურადღებით, რადგან ამ სტრუქტურაში გაერთიანებულმა ზოგიერთმა ორგანიზაციამ წარსულში უკვე მიიღო მონაწილეობა ძალადობრივ მოქმედებში. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს 6 სტრუქტურაზე: კუბის ხალხებთან მეგობრობის ინსტიტუტი, კუბის შესახებ ეროვნული ქსელი, Cold Pink-ი, სახალხო ფორუმი, ამერიკის დემოკრატიული სოციალისტები და ეროვნული იურისტთა გითა გილდია. ვაშინგტონი აღწერს კუბის ინსტიტუტს როგორც საერთაშორისო გავლენის ცენტრს, რომელიც ჰავანის მთავრობასთან არის დაკავშირებული. გამოძიების მიხედვით ეს სტრუქტურა ინარჩუნებს კონტაქტს 2000-ზე მეტ სოლიდარობის ორგანიზაციასთან, 150-ზე მეტ ქვეყანაში.
ის ქმნის ქსელს, რომელსაც შეუძლია გაავრცელოს პროპაგანდა, ორგანიზოს დელეგაციები და დაახლოს ამერიკელი აქტივისტები კუბის ხელისუფლებასთან. ანგარიში ასევე ასახელებს აქტივისტების მოგზაურობებს კუბაში, შეხვედრებს მთავრობის წევრებთან, კამპანიებს ამერიკული სანქციების წინააღმდეგ და სტრუქტურებს, რომლებიც გამოიყენება პოლიტიკური მოძრაობების დასაფინანსებლად ან ორგანიზებისთვის. რუბიოს ბრალდება ისაა, რომ ჰავანა აერთიანებს ჯაშუშობას, პროპაგანდას, იდეოლოგიურ ზეწოლას და რევოლუციური ორგანიზაციების მხარდაჭერას ერთ გრძელვადიან სტრატეგიაში. დოკუმენტის შესადგენად სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაგროვა დაზორვის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დოკუმენტები, კვლევები, საჯარო ჩანაწერები და მასალები, რომლებიც თავად მოხსენიებულმა ორგანიზაციებმა შექმნეს. რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ანგარიშის მუქი ყდა ჩანს, რომელსაც თან ახაოს ბრალდება, რომ კუბის რეჟიმი 6-ზე მეტი ათწლეულის განმავლობაში იყო ერთ-ერთი მთავარი სპონსორი მემარცხენე რადიკალიზმისა და მესამე სამყაროს იდეოლოგიის შეერთებულ შტატებში. ერიკ დოჰერტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში რუბიო ჩანს სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭდის წინ. მაშინ როცა ნაჩვენებია გვერდი სახელწოდებით რევოლუციური სახელმწიფო. ოსენთ დეფენდერის მიერ გაზიარებული სურათი ამძაფრებს ბრალდების მნიშვნელობას, რადგან კუბას წარმოაჩენს როგორც საერთაშორისო გავლენის სტრუქტურის ცენტრს და არა როგორც იზოლირებულ და დასუსტებულ მთავრობას. დეპუტატ კარლოს აგიმენესის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში რეაქცია კიდევ უფრო მკაცრი ტონით გამოიხატა. მან განაცხადა, რომ კუბის დიქტატურა წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მხარი დაუჭირა რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ კუბა უნდა გახდეს ვაშინგტონის ზეწოლის შემდეგი ობიექტი. აგიმენესის მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოში დისიდენტი ლუის მანუელ ოტერო ალკანტარა ჩანს მაიამიში ჩასვლის შემდეგ, მას შემდეგ რაც კუბაში 5 წელი ციხეში გაატარა. მას მხარდამჭერები შეხვდნენ, ეწვია მოწყალების ღვთისმშობლის ეროვნულ ტაძარს და კიდევ ერთხელ მოითხოვა დიქტატურისა და კასტროს დინასტიის დასრულება. კუბელი დისიდენტი მუსიკოსი ლუის მანუელ ოტერო ალკანტარა გათავისუფლდა კუბაში 5 წლიანი სასჯელის შემდეგ და შეერთებულ შტატებში პირობითი გათავისუფლება მიიღო. კუბელებმა უბრალოდ გაათავისუფლეს იგი და მისი გათავისუფლება ნიშნავს, რომ კუბაში რაღაც ახალი ხდება. სინამდვილეში არა, მან მართლაც მოიხადა თავისი სასჯელი, ასე რომ ის იქ იყო 2021 წლის 11 ივლისიდან. ის იყო იმ მასობრივი პროტესტების ერთ-ერთი ლიდერი, რომლებიც იმ დღეს გაიმართა და მხოლოდ თავისუფლების მოთხოვნის გამო 5 დღით ჩასვეს ციხეში. აი რას მოავს კომუნისტურ რეჟიმს თქვენთვის, გესმით? ასე რომ ყველა ეს ადამიანი აქ შეერთებულ შტატებში, ვინც ითხოვს სოციალიზმს, კომუნიზმს, აი ეს მიიღეთ. და ეხლა ის თავისუფლების ქვეყანაშია აქ შეერთებულ შტატებში. და რაც ხდება კუბაში, ისევ იგივე ტიპის ზეწოლა, არა სამხედრო, არამედ ეკონომიკური ზეწოლა იწყებს მუშაობას. რუბიოში მან ეს შემთხვევა გამოიყენა იმისთვის, რომ მოეთხოვა დანარჩენი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაადანაშაულა ჰავანა იმაში, რომ დევნის ყველას, ვინც ხელოვნების საშუალებით თავისუფლებას ითხოვს. ოტერო ალკანტარა დააკავეს 2021 წლის ივლისის პროტესტების დროს და მსჯავრი დასდეს ბრალდებებით, რომლებიც საზოგადოებრივ არეულობას, უპატივცემულობას და ეროვნულ სიმბოლოებს ეხებოდა. ადამიანის უფლებების ორგანიზაციები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში მისი მხარდამჭერებიც კი არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა იგი. შეერთებულ შტატებში შესვლა ჰუმანიტარული ნებართვით მოხდა. მაიამიში მისი ჩასვლა კუბის დატოვების პირობით განხორციელდა. თავისუფლების შემდეგ კუნძულის იზოლებით დატოვებამ ჰავანას კიდევ ერთი პრობლემური მიმართულება გაუხსნა, სწორედ მაშინ, როცა რუბიო დოკუმენტს ავრცელებდა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში აშშ-ში მოქმედ გავლენის ქსელებს ამხელს, მაიამიში ვიდეოში ჩანს ოპოზიციონერი, რომელიც ციხიდან გამოვიდა და საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწია, რომ საუბარი გაეგრძელებინა. შემდეგი კონკრეტული ნაბიჯი შეიძლება გადადგას იუსტიციის დეპარტამენტმა, ხაზინამ, FBI-მ ან თეთრმა სახმა. თუ გამოძიება გამოავლენ სანქციების დარღვევას, არაკანონიერ საქმიანობას, უცხოელი აგენტთან ან ჰავანასთან დაკავშირებულ არალეგალურ დაფინანსებას, დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ თქვენს ეკრანზე მოცემული პიქსის გასაღების საშუალებით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.